ჩემი მოსაზრებით ბიზინა ივანიშვილი ახლა ყველაზე რთულ დღეშია, ყველაზე მძიმე დღეშია დღიდან მოსვლისა საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში, ანუ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 13 წელი გასრულდება აგე რამდენიმე დღეში, რაც ის საქართველოს მართავს, ამასთან საქართველო მის ეზოდ, მის ბოსტნად მიაჩნია, მისი კოოპერატივია, ასე ვიტყვი. რა კრიზისები არ გადააგორა და გადაიარა ბიზინა ივანიშვილმა 2012 წლიდან. პირველი 3 წელი მაინც 2, 3, 4 შეიძლება ასე თქვა, 3.5 წელიწადი ის მაინც შედარებით მშვიდად იყო. იმიტომ რომ ლეღვის ფოთლები ჰყავდა უმრავლეს შემთხვევაში, ცხადი არ დავასახელებ ახლა, თუმცა ყველა მიხვდებით მისცეც ვლაპარაკობ, რომლებიც საზოგადოებას მიანიშნებდნენ, რომ ბიზინა ივანიშვილი არ არის პრორუსი. აგე იმიტომ რომ ისინი არიან მასთან მის ქართულ ოცნებაში, კოალიცია ქართულ ოცნებაში შესაბამისად გამოდიოდა, რომ ბიზინა ივანიშვილი პრორუსი პოლიტიკოსი არ არის, მოღალატე არ არის. საზოგადოების ერთი ნაწილიც გულახდილები ვიყოთ, მოდით ვუგნებავთ თვითკრიტიკული ვიქნები, ჩემი ჩათვლით საზოგადოების ერთი ნაწილი 12-15 წლებში, 12-16 წლებში ფიქრობდა, რომ ბიზინა ივანიშვილი არ არის მოსკოვის მარიონეტი. იმიტომ რომ ეს ხსენებული ლეღვის ფოთლები, რომლებიც მერე უკლებლივ ყველა დაიქნია, მოიშორა ყველა. ეს ხსენებული ლეღვის ფოთლები იყვნენ მასთან ერთად. 16 წლიდანაც, 16 წელს რომ შეარჩია არა კოალიცია, არამედ პარტიის საპარლამენტო სიის შემადგენლობა, იქაც იყო არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ დაახლოებით 10. მეორე თაობის ლეღვის ფოთლები იყვნენ. გვარების დასახელება არც პირველ შემთხვევაში მინდა, არც მეორე შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში ჩვენ ხვდებით ვისზე საუბრობთ. კარგი ადამიანები, ხაზგასმით ვამბობ, ორივე შემთხვევაში, მაგრამ დრო რომ გავიდა, დრო რომ გამოხდა, უკლებლივ ყველანი დავწმუნდით იმაში და თავადაც დარწმუნებული ვარ, რწმუნდებიან ან დარწმუნდნენ, რომ ასრულებდნენ თურმე ლეღვის ფოთლების როლსა თუ მისიას. 16 წლიდან და უფრო 18 წლიდან და უფრო 20 წლიდან 20 წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ბიზინა ივანიშვილმა სრულიად ჩამოიხსნა ნიღაბი და დაიწყო ეს კრიზისები მის სახელმწიფო კარზე. ცხადია, პირველ ყოვლისა გასახსენებელია 2019 წლის კრიზისი, გავრილოვის ღამე, როდესაც გვარებს ამ შემთხვევაში დავასახელებ, ქუცნაშვილმა და არა მხოლოდ ჩამოიყვანეს და ჩასვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი გავრილოვი. იმ ამბავს, იმ კრიზისს ბევრი ხალხი გამოვიდა, იცით თქვენ, და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო რბილად რუსეთის წარმომადგენელი გახარია და თავრობის თავმჯდომარე იყო კაცი გაუგებრობა ბახტაძე, კაცი რომელიც პრემიერიც არ იყო, ჩალის ფასიანი სიტყვა ჰქონდა მას, ჩალის ფასის სიტყვა ჰქონდა მას. ის კრიზისი ივანიშვილმა როგორღაც გადააგორა, მათ შორის გადააგორა ასე, რომ მან თანამდებობიდან დაიფარინა ირაკლი კობახიძე, ოღონდ იმ იმედით, ან იმ კომბინაციით, რომ მას ოდესღაც მაინც მოაბრუნა კიდეც უკვე შემდგომ პერიოდში და ირაკლი კობახიძე საერთოდ თავრობის თავმჯდომარეა. ანუ პრაქტიკულად პირველი პირია. ამ მოწყობის ქვეყანაში ყაველაშვილი არც პირველია და არც მე-17, მათ შორის პერსონალური თვისებების გამო. მოკლედ კობახიძე ისევ დაგვასვა თავზე, მაგრამ ახლა მე ამაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ ამაზეც ვილაპარაკებ, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით. ბიზინა ივანიშვილი ასე მარიონეტებივით ეპყრობა პირებს, რომლებიც მასთან ან მასში არიან, გადახლართულნი არიან. ზოგს უშვებს და საბუდამოდ პოლიტიკიდან, ზოგს უშვებს, აიუზულებს, უბიძგებს, რომ წავიდნენ ოპოზიციაში და თელავს. გახარია, რომელიც გავაკრიტიკე, მისი პერსონალური მტერია. იმიტომ რომ გახარიამ არ გააკეთა ის, რაც ბიზინამ უბრძანა, უსიტყვოდ არ შეასრულა ეს ყველაფერი. გავრილოვის ღამეც რასაკვირველია გახარიას და არ ხსენებული ბახტაძის პასუხისგებლობაა, მაგრამ გახარია და ბახტაძე, გახარია პირველ ყოვლისა არ ასახელებენ
ბიზინა ივანიშვილს დღემდე. რაც გვაფიქრებინებს დამატებით, რომ გახარია ერთგვარად აფარებს ხელს ბიზინა ივანიშვილს, ერთგვარად იცავს მას. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ვიმეორებ, უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი ასე აღიქვამს გახარიას, რომ ის, ანუ ყოფილი პრემიერი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, მისი პირადი პერსონალური მოწინააღმდეგე მტერია. ბიზინამ გადალახა ბევრი კრიზისი 19-დან 18-დან 20-დან 20-ში მაგალითად არჩევნების კრიზისი, არჩევნებში შექმნილი კრიზისი გადალახა. მანამდე 18-ში კინაღამ წააგო მისმა კანდიდატმა, მის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა საპრეზიდენტო თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილმა და ეხლა ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი. ეწყინება გრიგოლ ვაშაძეს, მაგრამ მაინც კარგი მოხდა რომ ბიზინას მე აღმოჩნდა რომ ბიზინას კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა არჩევნებში, მაინც უკაცრავად ამ სიტყვისთვის სალომე ზურაბიშვილი უკვე შემდგომ პერიოდში, მაინც უნდა ვთქვათ 22-დან 23-დან ცოტაზე მეტად მოვიდა აზრზე, გაემიჯნა პირს, რომელმაც ბანერებიც კი არ გამოკიდა მისი პორტრეტით და წავიდა ოპოზიციაში. აი გრიგოლ ვაშაძე რომ ყოფილიყო პრეზიდენტი ეწყინება ბატონ ვაშაძეს, მაგრამ მაინც ეხლა ვინც ის იქნება ჩვენ ყოლოდა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბიზინა ივანიშვილის მსახური და პარტნიორია, პოლიტიკაში დარჩენილი იყო ბატონი ვაშაძე, მაგრამ არც ამაზე არ არის ეს ვიდეობლოგი. ვიდეობლოგი სულ სხვა პიროვნებაზეა და სულ სხვა ამბავზეა. აქვე დაგასპოილერებთ. 20 წლის კრიზისის დაძლევის შემდეგ, მან 21 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21-ში ეს კრიზისის დაძლია, ასე მივგორდით 22 წლამდე და 22 წლის თებერვლიდან მისმა პრემიერმა ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელიც ახლა შეიძლება მართლა დაიჭირონ, არ შეიძლება არც დაიჭირონ, მაგრამ მნიშვნელობა აქვს დაიჭერენ თუ არა, ის მაინც ბანდიტად რჩება. ღარიბაშვილმა 25 თებერვალს სიმბოლურია არა, გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა, როდესაც პრინციპში ღიად თქვა საქართველოს მაშინ დე იურე ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის არჩევნები გაყალბებული იყო, მაინც დე იურედ უნდა მოიხსენიოთ 20-დან 24 წლამდე არსებული ხელისუფლებაც ქართული ოცნებისა, თქვა ის 25 თებერვალს, რაც თქვა, რომ საქართველო მიისკუპა რუსულ გემში. უკვე შემდგომ მერე ღარიბაშვილის და კობახიძის პირობებში დადასტურდა, ძახილის ნიშანი დაესვა იმას, რომ ჩვენ აღარ ვართ ევროპული სახელმწიფო. და არა მარტო აღარ ვართ ევროპული სახელმწიფო, არამედ არც მივდივართ ევროპისაკენ. და არა მარტო არ მივდივართ, აგე ახლა ბოლონდროინდელი კამპანია დაწყებული რუსეთის კარნახით პაპუაშვილისა და არა მხოლოდ პაპუაშვილის მიერ ხრიდან, რომ ელჩი გერმანიისა არის თურმე deep state-ი, თურმე ომში გვითრებს, თურმე თანამშრომლება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რევოლუციას აწყობენ აქ და არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი, ბრიტანეთის ელჩი და სხვები ადასტურებს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ გადავბარგდით რუსულ ხელისუფლებად წოდებული ბანდა გადაბარგდა, თორე მე და თქვენ რა გადაგვაბარგებს ახლა, სულ რომ დაგკიდონ ფეხებით, ხო? გადაბარგდა ბანდა რუსულ ნავში, ღალატობს და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით განიხილავს, მე არ გეუბნებით რომ გადაწყვეტს. მე ვამბობ რომ განიხილავს ევროკავშირის მისიის გაძევებას საქართველოსთან, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასაც კი ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებთან, აგრეთვე ევროკავშირის სახელმწიფოებთან, აგრეთვე ბრიტანეთთანაც კი. ელჩებმა პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოსი გააკეთეს განცხადება ბანდა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და თქვეს, რომ არანაირ კონვენციას ისინი არ არღვევენ, მაგრამ პაპუაშვილს, რომელიც მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციებით საზრდოობს და მოქმედებს, ამას ხომ არ გააგებინებ პირიქით. მას შემდეგაც ელჩებმა გააკეთეს განცხადება, მან უკვე მეტად და მეტად შეუტია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს და აწინახეთ თქვენ კამპანია, მომავალში, იმიტომ რომ ახლოვდება ჩვენთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და პაპუაშვილი სასიცოცხლოდ, ივანიშვილის სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, რომ თქვენ ჩამოგართვან უვიზოდ მგზავრობის, ევროპაში მგზავრობის შესაძლებლობა შეგვიჩერონ ფორმალურად და ფორმალისტურად ასეა, რომ მე გაიშვირონ ხელი ევროკავშირისაკენ და თქვან, რომ აგე ევროკავშირი თურმე deep state-ია და აკი ამიტომაც გვსჯისო.
და ტრამპი როცა დაამარცხებს Deep State შეერთებულ შტატებში, მე დამარცხდება ევროკავშირში Deep State და მე თუ გავაგზავნებთ ურთიერთობას, თორე ისე გიბოდიშებ და ფეხებზე ვკიდია ევროკავშირიო და უკვე შემდგომ ეს ხო ერთ-ერთი პირველი სვლა იქნება, უკვე შემდგომ გადადგა ამგვარი ნაბიჯი დააკანონონ საქართველოში, არა პირველ ყოვლისა გააფოროვონ ტრაქტატი 2, ერეკლე მეფის ძეგლის დადგმაც არც შემთხვევითია და არც ამგვარი ძეგლის დადგმა შემთხვევითი. ანუ უხმლო ხმლის garaშე მონარქის ძეგლის დადგმა დედაქალაქში, ეს რომ ვიცოდეთ, მით უმეტეს რომელი მონარქისა, რომელიც სულ იბრძოდაო, თავადაც ამბობენ, ხმლით ხელსჯო და მართლაც იბრძოდა, ოღონდ ხმალი წაართვეს, ჩამოვართვეს, არ გაუკეთეს, არ აქვს ერეკლე მეორეს ხელში არც მარჯვენაში და არც მარცხენაში და ხელი აქვს აწეული, თითქოს ერეკლე მშვიდობის მხადაგებელი იყო 1783-მდე, ან 1795-მდე, ან 1798-მდე, როცა ის გარდაიცვალა, ანუ 95-ში ხო ბრძანისის ბრძოლა გადაგხვდა და ხო შეეძლო ჭყალებში დასაკვირველი ერეკლეს თავიდან აეცილებინა, მაგრამ შეჰყვა აღამ ახმად ხანს ამ ბრძოლაში და კარგადაც მოიქცა მიუხედავად შედეგისა. მაგრამ ახლა მე ისტორიის ჭიუხებში, ორღობეებშიც რომელს არ ვაპირებ, მე სულ სხვა თემაზე მაქვს, აქ გითხარით საუბარი ვიდეობლოგი, მონოლოგი. ეხლა უყურეთ რა ზეა საუბარი. რა კრიზისები არ გადააგორა ბიზინა ივანიშვილმა მართლაც, მაგრამ ის რა კრიზისიც მას ახლა უდგება ოქტომბრისთვის. ალბათ ყველაზე სერიოზული კრიზისია, იმიტომ რომ მე როგორც ხვდები და მე როგორც ინფორმაცია მაქვს, არ ნახული, აი ხო ბევრი მოქალაქე გამოსულა გასულ წლებში და მიმდინარე წელსაც საქართველოში, დედაქალაქში, ქუჩებში, ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, მაგრამ არ ნახული რაოდენობით მოქალაქე გამოვა ახლა და ბიზინას გაუჭირდება გამკლავება, პირობითად ვლაპარაკობთ, ნაღდ 200,000 მოქალაქესთან. არა, დამარტოხელება მის ბანდებს შეუძლიათ ტიტუშკებს თუ GDD-ს თანამშრომლებს თუ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს თუ ჩვეულებრივი პოლიციის თანამშრომლებს, მაგრამ ასე ხელკეტებით შევარდნა და გატაცება მოქალაქეების რაც საკეთებს უკანასკნელი 1 წელიწადია, ბიზნეს მეტად გაუჭირდება და თავადაც სადაც არის ახლა ჭორბილაში ალბათ არა, თბილისშიც ალბათ არა, მაგრამ იქნება და აბასთუმანში ან ზღვისპირეთში თავადაც შესანიშნავად ხდება ამას. მით უმეტეს, რომ მის ყურამდეც აღწევს ცნობები და ანალიზი იმის თაობაზე, რომ ომის ოპოზიციაა, ხო, კიდევ უფრო გაძლიერებულია, მათ შორის კულისებიდანაც მე ახლა თქვენის ნებართვით ჭხილებს არ გავხსნი. ხო და გამოსავალს ეძებს ბიზინა ივანიშვილი მეთქი და ეკითხება საკუთარ თავს ამ კრიზისს გადააგორებს და თუ გადააგორებს, როგორ გადააგორებს. შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება არ გამოსდის. ყაველაშვილი წერილზე წერს კობახიძეც, ყაველაშვილი საერთოდაც შეერთებულ შტატებშია ამ წამებში, მაგრამ ტრამპს სათოფეზეც ვერ უახლოვდება, არ უშვებენ ტრამპთან, რომ ამოიღოს წერილი და მისცეს, რომ სამი სიტყვა თავისი დამტრეული ინგლისურით მეთქი ასე უნდა ვთქვა, ხო, რა ვიცი, რაღაც ენაზე სამი სიტყვა Mr. President, რაღაც აი ეს სიტყვა I am President of Georgia, მიხეილ ყაველაშვილი ეს რომ უთხრას, აი ამის სათქმელადაც არ უშვებენ. იმ ვახშამზეც, რომელიც რუბიომ მოაწყო, არ უშვებენ ბანდიტკა მაკაბოჭორიშვილს. მოკლედ, აბსოლუტურად კეთროვანია. მაგრამ ბიზინა ივანიშვილი კი გვაჩვენებს, რომ ის ჯერაც ბრგედ გამოიყურება, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ის ბრგედ არ გამოიყურება, მას ხო შიგნიდანაც აქვს ინფორმაციები, რომ GDD სულ რომ უბრძანოს გეკაჯეკამ, შეიძლება არ გამოვიდეს დასარბევად და ადამიანების პირდაპირ თუ ინიბი მნიშვნელობით დასახოცად, საწამებლად. იმიტომ რომ ესენიც ადამიანები არიან ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურები, მაგრამ არაადეკვატური ადამიანიც ორყურა და ერთ ცხვირა, ერთ შუბლა სახლში ბრუნდება და ნათესავი ხდება ბებიის მეზობელი, თუნდაც, რომელიც ეუბნება, რომ შვილო, პირობით სახელით სიმონ, ეს არ უნდა გაგიკეთებინა. მოკლედ ამბავი აქვს ბიზინა ივანიშვილს და ერთი აჯაფსანდალი აქვს და სხვადასხვა გზას ეძებს. გზას ბილიქს, რა ბილიქს დაადგეს, როგორ უნდა დაძორეს. მოსკოვიდანაც მას ესეთი ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში სერიოზული მხარდაჭერა ნაკლებად აქვს. არა, გან არ უჭერენ მხარს.
უჭერენ, დავალებებსაც აძლევენ. ყოველდღიურად თუ არა კვირაში ერთხელ მაინც მნიშვნელოვან გენერალურ საუბარს მართავენ, ინსტრუქციებით უჭედავენ ტვინს. ხშირად სხვა შორის შეუსრულებელი მისიებიც არის ეს. მაგალითად ეუბნებოდნენ თავის დროზე რომ შეუნდა ყავდეს 113 დეპუტატი. ვერ მოახერხა. მოსკოვის ერთგვარად უკმაყოფილოა რომ აგენტი ივანიშვილი ბოლომდე აგენტი კი არის, კი ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის ამ ჯიუტი ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა და გამო. არ გამოსდის მოსკოვის სრულიად ყველა უფრო ზუსტი რომ იყო, ყველა დავალების ინსტრუქციის შესრულება. ხო და რა უნდა ქნას ბიზინა ივანიშვილმა? მეთქი ამას კითხულობ. გამოსავალი არის დაარბიოს და წავიდეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, ჯარის გამოყვანა ეცადოს, რუსებიც მოიწვიოს. განა არ არის ეს მისთვის გამოსავალი, მაგრამ იმასაც ხვდება რომ თუ ემან რუსები მოიწვია პირდაპირ თუ ირიბად, ვერ დაგისახელებთ დიქტატორს სოფლიო ისტორიიდან, რომელიც ისე სასტიკად და მძიმედ დაამთავრა საკუთარი კარიერა, როგორც დაამთავრებს დიქტატორი ივანიშვილი. ამიტომ ამას კი გაჭყეპილი კატის ღვიძლის ნახარშებით ამას კი ხვდება. ჯარის გარეშე 4,000-5,000 კაციანი გედედეს, 300,000 კაცს, 200,000 კაცს, 160,000 კაცს უბრალოდ ვერ მოერევა. მაშ რა გამოსავალი აქვს? დათმოს ასე პირდაპირ კობახიძის პირით, ანუ კობახიძემ თქვას, რომ ჩვენ ვთმობთ, დავინახეთ 300,000 კაცი, 265,000 კაცი და ჩვენ ვთმობთ ნიშნავთ არჩევნებს, უშვებთ პოლიტპატიმრებს, ვაუქმებთ რუსულ კანონებს და ასე შემდეგ არ გამოდის. კობახიძე ამის გამხმიანებელი არ უნდა იყოს. იმიტომ რომ კობახიძემ ჯერ ერთი აბოლა ბიზინა ივანიშვილი ყველაფერი კარგად არისო მდინარაძესთან ერთად. და აღმოჩნდება რომ ძალიან დაბოლებულია ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც ახლაც შესაძლოდ მიაჩნია რომ გამოვა 45 და არა 50,000 კაცი და არა 150,000 კაცი. სადღაც ეიმედება სხვა შორის ამის და კობახიძისას ჯერა, მაგრამ მეორე მხრივ მან ხომ იცის რომ გამოვა არა 150,000, არამედ 200,000 კაცი და ეს უბიძგებს მას მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისაკენ. კობახიძეს ვერ გამოაცხადებინებს რიგგარეშე არჩევნებს. ვერც პოლიტპატიმრებს გააშვებინებს, ყაველაშვილს, სინდისის პატიმრებს, მათ შორის პოლიტიკოს პატიმრებს, თამასა ნამეტანი აწეულია. აქ მხოლოდ ზურა ჯაფარიძის და გივი თარგამაძის თავისუფლებაზეც აღარ არის საქმე. პირობითად კი არა, ზუსტად ხო? აქ ლაპარაკია მათ შორის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და გაუჭირდება კობახიძეს კი არა ნებისმიერს თქმა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ციხისკარი გაიღო ყაველაშვილის შეწყალებით ან რომელიმე ფსევდო თუ ნამდვილი სამართლებრივი აქტის გამოყენებით. ამიტომ რა ხდება, რა უნდა ქნას ბიზინა ბორინკა ივანიშვილმა? ეს კითხვა მის ოჯახში, მის უახლოესზე, რომელშიც კობახიძე არ შედის და ღმერთმა უწყის ვინ შედის. ამ გარემოცვაში ისმის უხეშად ბიზინა და ეკა მისი მხევალი, მისი მეუღლე, მისი თანამეცხედრე ეკატერინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე რო იყო არც თუ დიდი ხნის წინ, ამ თემაზე მსჯელობენ, ვინც ის შვილებთან ერთადაც კი შვილებზე ვიტყვი ორ სიტყვას, უბრალოდ ერთ შვილზე, უტაზე ვიტყვი ერთ სიტყვას. მაგრამ სანამ უტაზე ვიტყოდეს სულ სხვა კონტექსტში, მანამდე კიდევ ერთხელ მიუბრუნდები, მაშასე განიხილავს და რა არის ერთადერთი გამოსავალი, უბრალოდ ერთ-ერთი გამოსავალი, რომელსაც იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება არ ჭამს, არ თოხლავს, არ ყლაპავს, არ დაგოიმდება, არ დაბოლდება ამით. მაგრამ ერთ-ერთი გამოსავალი არის ის, რომ ბიზინა უშუალოდ გამოვიდეს რუხაძის, ფორმალურად რუხაძის და რეალურად კი მის ტელევიზიაში, ანუ იმედში, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რუსთავიორზე, ავის კიდე რაც აქვს პოსტივიზე, ერთდროული ეთერი იყოს და თქვას შემდეგი რაღაცა დავინახე რა, რომ 200,000 კაცია ქუჩაში, ჩვენ გადავაფასეთ. ვითარება, მე დაახლოებით შინაარს გთავაზობთ, თორე ზუსტად ამ სიტყვებს ვარ გაიმეორებს, ცხადზე ცხადია. ჩვენ არ გვინდა რომ დაპირისპირება მოხდეს ჩვენსა და საზოგადოებას შორის, ამიტომ ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ დგამთ შემდეგ ნაბიჯებს. პირველი, განთავისუფლებულია კონსულტაციის შედეგად დაწერა განცხადება და თანამდებობიდან წავიდა ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძეს მიხვა მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება. ანუ მდინარაძე, ქვრივიშვილი, სხვები.
45 დღის თუ არ ვცდები კონსტიტუციით ასეა, ჩვენ დავნიშნავთ ახალ პრემიერს და აქვე წარმოგიდგენთ ახალ პრემიერს, რომელსაც ქვია და აქ მრავალ წერტილი, თქვენის ნებართვით გავხსნით ჩემს მეორე ტელეფონს, ერთ პიროვნებაზე გაგიმახვილებთ ყურადღებას, აქვე გეტყვით, რომ თუ გახსოვთ, იყო ცნობები იმის თაობაზე, ეჭვები ან ჭორები იმის თაობაზე, რომ ამ 5-6 თვის წინ, რომ ლევან დავითაშვილს დანიშნავდა, მე სიმართლე გითხრათ, მქონდა ინფორმაცია, რომ ლევან დავითაშვილი იქნებოდა დანიშნული. სადაა ლევან დავითაშვილი? ფორმალურად პრემიერის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, რეალურად არის სახლში და ერთი სული აქვს აქედან გააღწევს. ასეთი მრჩევლები პრემიერს ღარიბაშვილსაც და კობახიძეს ბევრი უხვად ხოლია, რომლებიც გახკრდნენ სიზმრებრივ ჩქარად. ჩვენ ვან თავისუფლებთ ფუსუალ განცხადება დაწერა ირაკლი კობახიძემ და ახალი პრემიერი უნდა წარმოგიდგინოთ. ერთი კანდიდატი იყო თავის ძოზე ლევან დავითაშვილი ჩაიხსნა, ახლა არის ორი კანდიდატი, ან სამი. პირველი, ეს არის მესამე. ეს არის ირაკლი ჩიქოვანი, საზოგადოება არ მიიღებს ირაკლი ჩიქოვანს კანდიდატად, რომ ვიცოდეთ, რომ იცოდეს მან უშუალოდ ბიზნა ივანიშვილმა, იმიტომ რომ მას ირაკლი ჩიქოვანს მიიჩნევს ამ ბანდის განუყოფელ წევრად. მეორე არის მარიამ ქრივიშვილი, რომელიც ისე დაიბნა, როდესაც ეკონომიკის მინისტრად წარადგინეს, რომ 4 წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ 8 წიგნი აქვს საკითხული, 4 წინადადებაც ვერ წარმოთქვა და პრემიერად მით უფრო ვერ იმუშავებს და ბიზნა მე შესანიშნავად იცის და ასევე უნდა იცოდეს, რომ მარიამ ქრივიშვილს ასევე ვერ მიიღებს საზოგადოება, პრემიერად ვერ აღიქვამს და შეიძლება ირაკლი ჩიქოვანივით ბანდიტიზმში არ მიედავოს, მაგრამ მარიამ ქრივიშვილის ამ საბოლოო ჯამში ამ ბანდის, ამ კასტის, ამ ხუნტის წევრია და აქედან გამომდინარე ის თუ ჩაანაცვლებს ირაკლი კობახიძეს, ეს ვერაფერი შეღავათი იქნება და ვერაფერი დასაბოლებელი იქნება საზოგადოებისათვის, არ ყლაპავს საზოგადოება, არ თოხლავს ამას. და მესამე კანდიდატი არის პირი, რომელსაც ახლა მე მოვატრიალებ, ის Facebook გვერდი მაქვს გახსნილი და ეს არის, წაიგითხეთ, თეიმურაზ ლეჟავა და აქტიურად მიდის ლაპარაკი ამ თემაზე. მე ვალდებული ვარ უბრალოდ გაგაცნოთ ინფორმაციები, რომლებიც ჩემამდეც აღწევს. თეიმურაზ ლეჟავა ვინ არისო, გითხავთ თქვენ, აი აქ ვაბრუნებ, ისევ საუბრობ უტა ივანიშვილზე. ეს კაცი, ვიდრე ვიტყვი მის სხვა არასაზოგადოებრივ სტატუსზე გავამახვილებ ყურადღებას, გაგიმახვილებ ყურადღებას. ეს კაცი გახლავთ იაპონიაში, საქართველოს ელჩი, რომელიც ჩემოდნებით დადიოდა თუ ჩემოდნებით მოდიოდა და რომელსაც ჰქონდა უტა ივანიშვილთან საქმოსნური ურთიერთობა, იქ რაღაც თანხაზე თუ არ ვცდები 3 მილიონზე თუ მეტზე დოლარზე იყო საუბარი და უტა ივანიშვილმა შეიძინა ტოკიოში ამდენი და ამდენი ამხელა ფართობის სახლი. და ეს ქეშით მიტანა, ქეშით მოტანა, გადაღება, იაპონელი ჟურნალისტი ჩაკარტოჩკება და ასე შემდეგ, იცით თქვენ დოკუმენტური მტკიცებულებაა იმისა, რომ თეიმურაზი ლეჟავა უტა ივანიშვილთან ძმაკაცურ ჩაშკალოშკა ურთიერთობებშია და რომც არ იყოს და ეს ვერსია რომ არ იყოს თლაც სწორი და იყოს მხოლოდ დიპლომატი, რომელმაც პირველად ნახა უტა ივანიშვილი და მე აღარც უნახავს, ამ ოჯახისთვის სერვისის გაწევით არის დაკავებული. მაგრამ ამის გარდა არაოფიციალური სტატუსი ბჭყალებში თეიმურაზ ლეჟავას სხვაც აქვს. გაგიკვირდებათ და ეხლა უცნაურეს პირს, ბევრმა არ იცის, ბევრმა შეიძლება იცის კიდეც. თეიმურაზ ლეჟავა გახლავთ ვანო ჩხარტიშვილი, ხომ იცით? ვანო ჩხარტიშვილის მეუღლის დის სიძე. ანუ ჩხარტიშვილების ფართო გაგებით ოჯახის წევრი. ასევე ძალიან კარგ ურთიერთობაში სწორედ ვანო ჩხარტიშვილთან, იმიტომ რომ ის თლად სიმამრი არ არის, მაგრამ აი წაუსიმამრებს სტატუსის თვალსაზრისით. თეიმურაზ ლეჟავას შესაბამისად გახლავთ ქვისლი ახლა საპატიმროში მყოფი სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე პოლიტიკოს გიორგი ვაშაძისა. ქვისლები არიან, ანუ დები ყავთ ცოლად. და ერთსაც და მეორესაც ზუსტად ის მიმართება სტატუსი აქვს ვანო ჩხარტიშვილთან, რაც თეიმურაზ ლეჟავასთან აღწერი, ანუ ისიც ირიბის სიზია და ესეც ირიბის სიზია. მე არ ვამბობ არავითარ შემთხვევაში, რომ გიორგი ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილის დავალებებით მოქმედებს. ეს არ მithქვამს, არც მიფიქრია, მაგრამ
თეიმურაზ ლეჟავა უფრო ახლო ურთიერთობაში რო იქნება სავარაუდოდ ვანო ჩხარტიშვილთან, ეს ფაქტია. თეიმურაზ ლეჟავა არის დიპლომატი კაცი. მისი სხვა ფოტოს ჩვენებაც შეიძლება, ესეთი ამდენადაც ხვდები, მე არ მინახავს უშუალოდ არასოდეს, ამდენადაც ხვდები ფოტოების მიხედვით. ახოვანი, მაღალი კაცია, მოდი ესე ვიტყვი. და მოდიში მაღალი კაცია და ბიზინა ივანიშვილი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით განიხილავს მის გაპრემიერებას, ანუ კობახიძის გაშვებას, ამ ვიდეო ბლოგს ქვია პრემიერის შემოდგომა, კობახიძის შემოდგომა შეიძლება ასე ვქვია. კობახიძის გაშვებას გუნდიანად და ლეჟავას მოყვანას, რომელმაც უნდა დაასახელოს ახალი მინისტრთა კაბინეტი, ის არ არის გასცვლილი. ის არ არის ამ ბანდის პირდაპირი წევრი, არ არის რა მინისტრი, ან არ არის რა დეპუტატი. აქედან გამომდინარე, ლეჟავა შეიძლება დასჭირდეს იმისთვის საზოგადოებისთვის, ის ლეჟავა შეიძლება უფრო მისაღები პირი იყოს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მოქმედი პირი, აი, მაგალითად ვოლსკი, ან წულუკიანი, რომ დააწინაუროს პრემიერად, ხო წარმოუდგენელია, იმიტომ რომ უკლებლივ ყველას გვაქვს კატეგორიული მიუღებლობა ერთის და მეორის მიმართ. ლეჟავასთან იმართებაში შესაძლოა ეს მიუღებლობა არ აქვს. საინტერესო ამბავია ერთი. ამ რამდენიმე ხნის წინ და მე შემიძლია ჩავხედოთ უარწდეი 1 სექტემბერს, მაგრამ გადავამოწმებ და აი ეს გაახმიანა ეთერში რამდენადაც მითხრეს პოლიტიკოსმა შალვა ნათელაშვილმაც ამ ამბის თაობაზე მე ვიცოდი და ამ 5-6 დღის წინ ვისაუბრე კიდეც ნაწილობრივ, მაგრამ დადასტურებას ველოდებოდი ერთი ინფორმაციისა სხვა თემაზე. ხო, და არ დამიდასტურდა ჯერჯერობით, ამიტომ იმ ნაწილს მე არ შევეხები. შალვა ნათელაშვილმაც გაამახვილა ამაზე ყურადღება და ეხლა ზუსტად გეტყვით, როდის 8 სექტემბერს. არა, უკაცრავად, დიახ, 1 სექტემბერს მან გამართა შეხვედრა, მადასტურებელი ფაქტები, ლეჟავა, ესე იგი, მოდი ეს ფოტო გავხსნათ და ლეჟავა, მაღალი კაცი, ეს შუაში, იცით ვინ არის? შუაში არის ერიკ ტრამპი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილი და მესამე არის ეს ჩვენი სუმოისტი კაცი, რა გვარია? აღარ მახსოვს. აი, სუმოზე რო გამოდიოდა ხოლმე, გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ. არ მახსოვს გვარი, იაპონურად კი რო ვერ წავიკითხავ, ეს ხო ფაქტია. და მონიშნულიც არ არის, ხო? აქედან გამომდინარე. ნახეთ, თვით ერიკ ტრამპთან გამართა შეხვედრა და დაიწყო, არ დაწყებულა მაინც და მაინც, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ნახეთ რა მაგარი კაცია. რა მაგარი კაცია თეიმურაზიო, ლეჟავაო, რომ თვით ტრამპთან, ტრამპის ვაჟთან აქვს შეხვედრებიო და ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ უკაცრავად რუსულისთვის ჩერეს ტრამპი, ჩერეს ერიკ ტრამპი ცდილობს ბიზინა ივანიშვილი ჩერეს თეიმურაზ ლეჟავა ერიკ ტრამპთან და ერიკ ტრამპი კი მამამისთან ცდილობს ურთიერთობის დალაგებას თვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანო, თუმცა ადრესატი თუ მაინც და მაინც ეს ასეა, გვარიანად შეეშალა ბიზინა ივანიშვილს. ერიკ ტრამპი პოლიტიკურ საკითხებში არაფრის მრჩეველი არ არის, არ აქვს ეს მანდატი, ეს უფლებამოსილება მამამისისაგან, რომ რამე პოლიტიკური მრჩეველები მისცეს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მამას დონალდ ტრამპს. პირიქით, პოლიტიკაში მამა მას ივანკასგან განსხვავებით, მაგალითად, არ რევს. პოლიტიკაში უფრო ივანკას ენდობა, ვიდრე ერიკს. აი ბიზნეს საკითხებში გასაკვირველია გოლფ მოედნებს, გოლფის კლუბებს და მის ტრამპ თაუერებს და ტრამპის ბიზნესებს მართავს უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ერიკ ტრამპი და მას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მამამისთან ბიზნესის საკითხებში, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებში ის არ არის კარგაღებული დონალდ ტრამპისთვის. ამიტომ თუ ბიზნესს მაინც და მაინც ეს რასკლადი კომბინაცია აქვს, რომ თეიმურაზ ლეჟავამ ერიკ ტრამპს უნდა უთხრას რა კარგი კაცია ბიზნესაო, ძალიან ვამართივებ. ერიკ ტრამპი ამ მესიჯის ჩამტანი არ არის, მაგრამ მეცაც გეტყვით, არც თეიმურაზ ლეჟავა ჩანს. ის კაცი, რომელიც ამ მესიჯს გადასცემს
დავალება რომ გქონდეს ასეთი ერიკ ტრამპს, იმიტომ რომ თავად გაცილებით მეტი იცის ერიკ ტრამპის ბიზნეს და არა პოლიტიკური მოღვაწეობის საქმიანობის თაობაზე, ვიდრე მე ვიცი. ახლა ისმის კითხვა. დანიშნავს თუ არა, განიხილავს თუ არა ბიზნეს ივანიშვილი თეიმურაზ ლეჟავას და ნიშნავს პრემიერ-მინისტრად. დაკვლას პოლიტიკურად კობახიძისა და ყველაფრის მისთვის შეტენვას შესწენის ყველაფერს. შენი ბრალია პოლიტპატიმრები, შენი ბრალია ეს კრიზისი, შენი ბრალია რომ სამოქალაქო ომის ზღვარზე ვარ, მე სულაც არ ვიყავი ასეთი, ასე არ მეგონა. შენი ბრალია რომ ამხელა კორუფცია ყოფილა, ღარიბაშვილის კი არა, შენი ბრალია და ასე შემდეგ. და დანიშნავს თუ არა თეიმურაზ ლეჟავას, ოკეი, წავყვეთ ამ ვერსიას ერთს. წავყვეთ ვერსიას, რომ თუნდაც ესე დავა რევერსოთ, ხო ერიკ ტრამპი ეუბნება ლეჟავას, რომ შენ გახდი პრემიერი, ჩვენ პრინციპში თანახმანი ვართ, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ლეჟავამ? უნდა დანიშნოს არჩევნები მაისში. ანუ დროებითი მთავრობა უნდა იყოს ისიც, ქვეყანა უნდა მიიყვანოს მაისამდე, ხელახალი არჩევნები, არა, რიგ გარეშე არჩევნები, იმიტომ რომ ხელახალი პრინციპში ვეღარ გამოდის, როგორც ჩანს. ანუ ვერ მტკიცდება, მაგრამ ვერ მტკიცდება ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა არ აღიარებს, რომ გაყალბდა 26 ოქტომბრის არჩევნები, ამიტომ რიგ გარეშე დავარქვათ ერთ წუთს ამას. რიგ გარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს. უნდა გაანთავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი და პოლიტიკოსი პატიმარი მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით გარანტიით, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ამბავში არ ჩაერება იმ დაშვებით თუ ბიზნეს არ ჩაერება. ეს რაღაცა შუალედური მოლაპარაკება შეიძლება იყოს, შუალედური შეთანხმება შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, თუმცა ერთიც დაარღვევს და მეორეც მათი ამბიციებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც ბიზინა დაარღვევს პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ბიზინა რუსეთის კაცია. და აი ეს რა ქვია ერიკას ძმაკაცი კი არა ლეჟავა ბატონი ყველა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის დეზავუირებას მოახდენს, ანუ პარლამენტი მიიღებს, მოახდენს, ოღონდ პაპუაშვილიც აღარ უნდა იყოს, მანაც უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს პარლამენტიდან და არა მხოლოდ პაპუაშვილმა, არამედ მისი გარემოცვის ცალკეულმა წევრებმა, მათიკაშვილმა, ზარქუა, წულუკიანმა, აქტიურები ვინც არიან რა, აი, ვინც ჩანან ეკრანებიდან, რა ქვია, წილოსანმა, მაია თუ რაღაც, რა ქვია, გოგოს ბითაძე არ სახელი არ მახსოვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სცენარი სან რეალისტური იქნებოდა კახა კალაძე რომ არ გაემარჯვა არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში რუსულში. კახა კალაძის დატოვებაც არ შეიძლება. მაშინ კალაძეს უნდა წავიდეს. ამიტომ ეს კიდევს ბიზნეს მაგიდაზე. მაგრამ მე პირადად მგონია რომ ეს არარეალისტურია. ვერ ვხედავ კონტურებსაც კი რომ ეს სცენარი შედგეს. ლეჟავას დანიშნვის სცენარი კვლავ ვიმეორებ და ამ გზით სიარულის. მაგრამ ამავდროულად ბიზნეს ეს კრიზისი გადასაგორებელია. 4 ოქტომბრის და ამ დღეების კრიზისი, ამ პროცესის კრიზისი. რა უნდა ქნას? თვითონ აიღოს საკუთარ თავზე და თქვას რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავეო? მამას არ გააკეთებს. კობახიძეს, როგორც ყველაზე ერთგულს და ფსბ-ზე დამოუკიდებლად გასულსაც ვერ შეტენის. ლეჟავას თუ ქრივიშულს ვერ ნიშნავს, დარბევით ვერ არბევს, კრიზისი ქუჩაში ღრმავდება, უფსკრული საზოგადოებაში ღრმავდება. სოფლიო კონტექსტიდან ამოვარდნილები ვართ. შეიძლება კიდევ რაღაცა სიფსიხეები გააკეთოს, რაც ვახსენე, გააგდოს, დახუროს, მოითხოვოს დახურვა ევროკავშირის მისიისა. კი ბატონო, შეიძლება ის მაგრამ ეს ხომ მოახლოებს მის დასასრულს. მას ვინ იქნება? მას რა გზა აქვს უფრო ზუსტი რომ იყო ბიზნა ივანიშვილს? რა გზა აქვს? თუ 4 ოქტომბერი როგორც ასეთი შედგა, თუ ვერ შედგა, ის ან გაამკაცრებს პოლიტიკას და ყველას გადაუვლის, ვისაც კი ოდესმე რამ უთქვამს და ვინც მას არ ეპუება. ეს ერთი. ან პირიქით დატოვებს სტატუს კვოს, მოჩვენებით ბჭყალებში დემოკრატიას. ოღონდ დაუმატებს ახალ პოლიტპატიმრებს. ღმერთმა უწყის. რას იზამს. მაგრამ ლეჟავას ვარიანტი მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ვარიანტისა არ ანაკლებად ჯერა, ლეჟავას ვარიანტი თლად გამოსარიცხი სულაც არ არის. მე პერსონალურად
არც ლეჟავაზე და არც ოტო ფონ ბისმარკი რომ შეარჩიოს სადღაც. მე თანახმა არა ვარ. მე ეს ანტურაჟი, ქოსატყუილა, აფერისტული, ყუილებით ვას აფერისტული ნაბიჯები, მე ეს არ მაწყობს. არ მაწყობს, არ მომწონს. იმიტომ რომ ბიზინა ლეჟავასაც მოხსნის პირობითად სექტემბერში მომავალი წლისა და დაგვასვამს ისევ კობახიძეს თუ გადააგორა და ისევ დროებით რომ შეწყვიტოს რუსული პოლიტიკა გადარჩენის შემთხვევაში ამ კრიზისის გადაგორების შემთხვევაში ისევ და ისევ პირობითად სექტემბერში დაუბრუნდება რუსულ პოლიტიკას. აბა რას ისამს? ბიზნეს ნდობა არ შეიძლება და იმიტომ კონსტიტუციურ გარანტიას კობახიძე არ დააბრუნეო, ამას ხო ვერ ჩაწერე კონსტიტუციაში. ან ვინ ჩაგაწერიდებს, ან როგორ დაამტკიცებ. მაგრამ კი არა, სწორედაც რომ მაინც. მოკლედ ამბავი ესეთია. პრემიერის შემოდგომა, კობახიძის შემოდგომა, პრემიერ კობახიძის შემოდგომა. დავარქვით ვიდეობლოგს, ის მისთვის შეიძლება მართლაც დადგეს შემოდგომა. აი ლეჟავას დანიშნავს თუ არა, ეს არ ვიცი ამ შემთხვევაში. მაგრამ განხილვად ეს ყველაფერი ღირდა. ნახვამდის. არ დაგავიწყდეთ რომ ერიკ ტრამპს არანაირი გავლენა არ აქვს მამამისზე, ანუ არ ჩათვალოთ რომ ერიკ ტრამპი მამამისის რაღაც მესიჯებს აწვის ლეჟავას გავლით ბიზნეს. არა, და კიდევ არ დაგავიწყდეთ ამ შეხვედრაზე, რომლის ფოტოებიც გაჩვენეთ. მე არ გამოვრიცხავ რომ ყოფილიყო უტა ივანიშვილი. არ გამოვრიცხავ. თუმცა მადასტურებელი მე არ მაქვს უტა ივანიშვილი, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს. 36 წუთი ნახევარია, წუთზე მეტია, 27 წუთია მიმდინარეობს ეს ვრცელი ვიდეობლოგი, გამიზელით ამისთვისაც დიდი მადლობა.